დღევანდელი დღის თემა. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო ვერცხლით. განაგრძობდა გზას სამხრეთიდან ბეთელამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ანგეს შორის, სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად. თქვენს დღევანდელ აქ შეკრებას და სმენისადმი თქვენს განწყობას რომ ხედავთ, გვინდა ის ვალი გადაგიხადოთ, თქვენმა სიყვარულმა რომ დაგვაკისრა. ვიცი რომ შესაძლოა ეს ვალი უკვე გადაგავიწყდათ კიდეც, რადგანაც მრავალი დღე გავიდა წინასაუბრის შემდეგ. ბრწყინვალე დღესასწაულმა დროებით შეგვაწყვეტინა თანამიმდევრული სწავლება. სწორი არ იქნებოდა რომ მაშინ, როდესაც ჩვენ უფლის ჯვარზე ვნებას დღესასწაულობდით, სხვა საგნებზე გვესაუბრა. ყოველდღიურად იმ დღის შესაბამისი ტრაპეზის შემოთავაზება იყო საჭირო. ამიტომ, როდესაც იუდასაგან ქრისტეს გაცემის დღე დადგა, ჩვენ თანამიმდევრული სწავლება შევაჩერეთ და შემოგთავაზეთ სწავლება ჯერ გაცემის, ხოლო შემდეგ უფლის ჯვარცმის შესახებ. შემდეგ, როდესაც აღდგომის დღეც მოვიდა, თქვენთვის მეუფის აღდგომის შესახებ უნდა მესწავლებინა. დანარჩენ დღეებში კი მომდევნო სასწაულების განხილვით დამემოწმებინა ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება. ასეც მოვიქეცით, როდესაც ავიღეთ საქმე მოციქულთა და მისგან ხანგრძლივი ნადიმი გაგიწყვეთ. ხოლო შემდეგ მადლს ზიარებულნი, ყოველდღიურად უხვ დარიგებას გთავაზობდით. ახლა კი მოვალეობა უნდა შეგახსენოთ. თუ კი თქვენ მრავალი საზრუნავით გატაცებულებმა არ იცით, რაც წარმოადგენს ეს ვალი, იმიტომ რომ ზრუნავთ ცოლზე, დარდობთ შვილებზე, ყოველდღიურად საარსებო პურის მოპოვებაზე და სხვა ათასგვარი ყოფითი საზრუნავით ხართ სავსე, მას ჩვენ ვისაც მსგავსი არაფერი გვაწუხებს, გაგახსენებთ ამ ვალს და მზად ვართ გადავიხადოთ ის. ნუ გაგაოცებთ რომ ვალის გადახდა ასე მოგწადინებია. ეს ვალი თვისობრივად განსხვავდება გრძნობადი სიმდიდრისაგან. იქ მოვალე ჩქარა არ გამოვლენს ასეთ მოშურნეობას, რადგანაც იცის რომ ვალის გადახდა მის ქონებას შეამცირებს, მოვალის ქონებას კი გაზრდის, მაგრამ ამ სულიერ ვალს მსგავსი არაფერი ჩვევია. პირიქით, აქ მოვალეც ვალის გადახდის შემდეგ უწინდელზე გაცილებით მეტად მდიდრდება და იზრდება ვალის მიმღების სიმდიდრეც. სწორედ ამას შეგვაგონებს ნეტარი პავლეც სიყვარულის შესახებ, როდესაც ამბობს: ნუ რაიმცა ვისი თანაგაც, გარნა ურთიერთას სიყვარული. ამით გვაჩვენებს, რომ ეს ვალი, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება გამცემს, არასოდეს გამოილევა. ამიტომაც თქვენთანაც არ გამოდგება დაუდევრობა, როდესაც ვალის მისაღებად იქნებით განწყობილნი, რადგანაც თქვენი გულმოდგინება ჩვენს ვალის დამბრუნებლებსაც მეტად გვამდიდრებს და თქვენთვისაც სასარგებლოა. ასე რომ თუ კი ამ ვალს ბუნებაა ასეთი, რაც მეც გადავიხდით, მით მეტად გავზდით საკუთარ ქონებას, მაშინ ჩვენ გაჩვენებთ ბოლოს. და ბოლოს რას წარმოადგენს ეს ვალი, რომ თქვენც უმეტესი გულისყურით მიიღოთ ჩვენი სიტყვები და დააფასოთ ჩვენი მზადყოფნა და დაგვაჯილდოვოთ დიდი ყურადღებით იმისადმი, რასაც გეტყვით. რაში მდგომარეობს ვალი? თქვენ იცით და გახსოვთ, რომ ჩვენ გაგაცანით პატრიარქის ცხოვრებიდან ასეთი ამბავი. შიმშილობის გამო მისი ეგვიპტეში გამგზავრება, ფარაონისგან სარას მოტაცება და გულისწყრომა, რომელიც ამ საქციელის გამო ღვთისგან თავს დაატყდა არამხოლოდ ფარაონს, არამედ მთელ მის სახლს და ამით მომზადდა პატრიარქის ერთობდიდებული დაბრუნება ეგვიპტიდან. უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს ნათქვამია და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი ქონებით. წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოთის თანხლებით უდაბნოში. მაშინ ამ სიტყვებზე შევჩერდით და შემდგომ დღეებში იმ პერიოდისთვის შესაფერ საგნებზე ვისაუბრეთ. ამიტომ დღეს წესრიგი უნდა აღვადგინოთ და იმასთან რაც უკვე ითქვა, ერთსხეულად გავაერთიანოთ ის, რასაც ამის შემდეგ ვიტყვით. ამგვარად ჩვენი სწავლება თქვენთვის უფრო ადვილად აღსაქმელი გახდება. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ სიტყვები კიდევ უფრო გასაგებად ვაქციოთ, თქვენი სიყვარული ამჟამინდელი საკითხავის დასაწყისისაკენ მივმართოთ. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო ვერცხლით. გაუდგა გზას სამხრეთიდან და მივიდა ბეთელამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ანგეს შორის, სამსხვერპლომდე, რომელიც თავდაპირველად ააგო, აქ მოიხსენა აბრამმა უფლის სახელი. ამ საკითხავს უყურადღებოდ გვერდს ნუ აუვლი, არამედ შეეცადე, კარგად დააკვირდე წმინდა წერილის სიზუსტეს, როგორ არ იტყვის ურგებს რასმეს. ნათქვამია, ძალზე მდიდარი იყო აბრამი. ტყუილ უბრალოდ კი არ მიუთითა სწორედ ახლა, უმიზეზოდ კი არ მოიხსენია პატრიარქის სიმდიდრე. სხვათა შორის, ადრე არ სათხსენებულა მისი სიმდიდრე, არამედ პირველად მხოლოდ ახლა ითქვა. რატომ და რისთვის მოხდა ასე? იმისთვის, რომ შენ ღმერთის კეთილმზრახველობის სიბრძნე და მისი განგებულების არაჩვეულებრივი და უსაზღურო ძალა შეიგრძნო, პატრიარქისადმი რომ გამოამჟღავნა. იგი, ვინც შიმშილის გამო ქანაანში ცხოვრება ვეღარ შეძლო, ეგვიპტეში უნდა გამგზავრებულიყო, უნდა გამდიდრებულიყო და თანაც გამდიდრებულიყო არა მცირედ, არამედ ძალიან და არა მხოლოდ პირუტყვით, არამედ ოქროთი და ვერცხლით. ხედავ, როგორ განაგო ღმერთმა. აბრაამი შიმშილისგან თავის დასახსნელად წავიდა და დაბრუნდა არა მხოლოდ შიმშილს გადარჩენილი, არამედ დიდი სიმდიდრითა და გამოუთქმელი დიდებით მოცული და ყველას წინაშე წარმოჩნდა თუ როგორი იყო სინამდვილეში იგი. ქანაანის მოსახლეობაც უკეთ მიხვდა მართლის სათნოებას, როდესაც ნახა, რა მოულოდნელი ცვლილება მოხდა და რა სიმდიდრეს დაეუფლა ეგვიპტეში ლტოლვილად და მწირად წასული ესყარიბი. ისიც შენიშნე, რომ დიდმა ბედნიერებამ და გადამეტებულმა სიმდიდრემ ამპარტავნად და უზრუნველად კი არ აქცია იგი, არამედ კვლავ იმ ადგილებისაკენ მიისწრაფოდა, სადაც ეგვიპტეში გამგზავრებამდე იმყოფებოდა.
გაუდგა გზას სამხრეთიდან, ნათქვამია და მივიდა ბეთელამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ანგეს შორის, სამსხვერპლომდე, რომელიც თავდაპირველად ააგო, აქ მოიხსენა აბრამმა უფლის სახელი. განსაჯე, როგორ ყვარებია მას სიწყნარე და სიმშვიდე და გამუდმებით ღვთისმსახურებას, როგორ ელტყოდა. მივიდა სამსხვერპლომდე, ნათქვამია, რომელიც თავად ააგო და აქ მოიხსენა უფლის სახელი. და ამგვარად, დიდი ხნით ადრე აღასრულა ის, რაც შემდეგ ბრძანა დავითმა. სჯობს დღე ერთი, სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფრო ის ვიდრე ღარა დამკვიდრებად ჩემ და საყოფელსა ცოდვილთასა. უდაბნო, სადაც მოიხსენებოდა სახელი ღვთისა, მას ქალაქებს ერჩია. მან იცოდა, რომ ქალაქების დიდებულებასაც იქ აგებული შენობები და მოსახლეობის მრავალრიცხოვანება კი არ განაპირობებს, არამედ მკვეთრთა სათნოებანი. აი რატომ მოხდა, რომ უდაბნომ მართლის სათნოებებით შემკულმა ქალაქებს გარდაამეტა და მიწიერ სავანეებზე მეტად გაითქვა სახელი. ლოთიც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ფლობდა ცხwar ძროხასა და კარვებს. ის მიწა ვერ ყოფნიდა მათ ერთად ცხოვრებას, რადგან აურაცხელი ქონება ჰქონდათ და ერთად ცხოვრება არ შეეძლოთ. მხოლოდ პატრიარქის ქონება არ გაზრდილა, ლოთიც ფლობდა ცხwar ძროხასა და კარვებს. ქონების ნაწილი ალბათ სიუხვით გამორჩეულმა პატრიარქმა აჩუქა ძმისწულს, ნაწილი კი ისევ პატრიარქისადმი პატივისცემით სხვებმა. ის მიწა ვერ ყოფნიდა მათ ერთად ცხოვრებას, ნათქვამია, რადგან აურაცხელი ქონება ჰქონდათ. დააკვირდი, როგორ დაუყოვნებლივ იქცევა ქონების სიუხვე განყოფის სათავედ. ის შობს განხეთქილებას, არღვევს თანხმობას, წყვეტს ნათესაურ კავშირებს. ეცილებოდნენ ერთმანეთს აბრამისა და ლოტის მწყემსები. ქანანელნი და ფერეზელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ მიწაზე. დააკვირდი, როგორ ხდებიან განყოფის მიზეზი მსახურები. სწორედ ეს აღმოაცენებს ხოლმე ყოველთვის ბოროტებას მსახურების ცუდი ჩვევები. ეცილებოდნენ ერთმანეთს, ნათქვამია აბრამისა და ლოთის მწყემსები. მათ მიჰყავთ საქმე განყოფისაკენ, ურთიერთთანხმობას არღვევენ და ავგანწყობას ნერგავენ. ქანანელნი და ფერეზელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ მიწაზე. რა დაღინიშნება ეს ფაქტი საგანგებო წმინდა წერილში? რამდენადაც ნათქვამია, რომ ის მიწა ვერ ყოფნიდა მათ ერთად ცხოვრებას სურს, ამის მიზეზიც გვაჩვენოს. იმიტომ ვერ ყოფნიდა მათ ერთად ცხოვრებას, რომ ჯერ კიდევ ამ ხალხს ჰქონდა ის დაკავებული. მაგრამ ნახეთ, პატრიარქის ღვთისმოყვარე სულის ამბავი თავისი სიმშვიდით როგორ ახერხებს უკვე ასაგიზგიზებლად გამზადებული ცეცხლის ჩაქრობას. უთხრა აბრამმა ლოტს, ნათქვამია, ნუ იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. დააკვირდი სიმდაბლის სიღრმეს და სიბრძნის სიმაღლეს. მოხუცებული, ასაკოვანი ადამიანი, ყმაწვილს, თავის ძმისწულს, ძმას უწოდებს. თავის თანასწორად ასახელებს და მასთან შედარებით არც რამენაირ უპირატესობას არ მიიწერს. არამედ ამბობს, ნუ იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის. წესი არ არის ასეთი რამ, იმიტომ რომ ნათესავები ვართ. ხედავ, როგორ აღასრულებს იგი მოციქულის დანაპირებს, რომელიც იტყვის: აწ უკვე ყოვლითურთ ძლეულება არს თქვენ და ესე რამე თუ სასჯელი გიცურთ ერთას. რაისათვის არა უფროიზღა თქვენ გევნების, რაისათვის არა უფროისად თქვენ მიგეხვეჭების. არამედ თქვენ ავნებთ და მოხვეჭთ და ამას ძმათა, ამას ყოველივეს პატრიარქის საქმით ასრულებს და ამბობს: ნუ იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. რა შეედრება ამ სულის მშვიდობის მოყვარეობას? ასე რომ ამაოდ და უმიზეზოდ არ მithქვამს ზემოთ, რომ აბრაამი მშვიდობისა და უწვრინველობის სიყვარულით უდაბნოს უპირატეს დიდებას შეძენდა. ნახე ახლაც, როგორც კი მწყემსების ერთმანეთში ჩხუბის ამბავი შეიტყო, მაშინვე დასაწყისშივე შეეცადა დასაგზნებად გამზადებული ცეცხლის დაცხრობას და განხეთქილების შეჩერებას. და მართლაც რამდენადაც აბრაამი იმისთვის იყო მოწოდებული, რომ სიბრძნის მასწავლებლად ქცეულიყო მთელი პალესტინის მოსახლეობისათვის, მას არავინ უნდა დაებრკოლებინა რამენაირი საცდურით ან ცუდი მაგალითით. ხმამაღლა უნდა გაცხადებულიყო მისი კეთილი ზნე და სხვებით სათნოებათა მიმბაძველად ექცია. ნუ იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, ამბობს ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. რამდენი რამ არის ნათქვამი ამ სიტყვებით? ჩვენ შორის. შეხედე, აბრაამი მათ თანასწორებივით მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მე ასე მგონია, ჩხუბის სხვა რამ გამოიწვია თუ არა იმან, რომ პატრიარქის მწყემსები ლოთის მწყემსებს თანასწორად არ მიიჩნევდნენ და თავისუფლებას უზღუდავდნენ. მაგრამ მართალი ყველაფერს მშვიდად იქს, ცდილობს თავისი სიბრძნის სიმაღლე აჩვენოს და მარტო თავისი თანამედროვეებს კი არ ასწავლოს, არამედ მთელ მომავალ მოდგმებს. არასოდეს დაუშვათ, რომ ჩვენი ხელქვეითები ახლობლებთან ჩხუბობდნენ, რადგანაც მათი შუღლი ჩვენ შეურაცხყოფს და მათ მიერ ჩადენილი მათზე კი არ მოქმედებს, არამედ ჩვენ გვძრახავს. ამგვარად, განაწესია, რომ ისინი, ვინც თითქმის ძმები არიან, მარტო ერთი ბუნების კი არა, ერთი წარმოშობის მქონენი და აქ ერთად ყარიბად ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულნი. დიახ, ეს ადამიანები, ანუ აბრაამი და ლოთი განა შეიძლება ასე წაეკიდონ ერთმანეთს, მაშინ, როდესაც თავიანთ მსახურებს თვითონ უნდა ასწავლიდნენ სიმშვიდეს, მოთმინებასა და სიბრძნის სიყვარულს. და ეს მათ იყვნენ ყურად, ვინც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს იმაში, რომ ნებას აძლევს თავის სახლიკაცებს იტაცონ, ძარცონ, მეზობლებს მრავალგზის აწყენინონ. ქალაქსა თუ მინდვრებში ერთ სახლი და მეორეს მიწა წართვან და არც კი საყვედურობს მათ. უსამართლობას სხვები ჩადიან, მაგრამ
შენც მისი მონაწილე ხდები მხოლოდ იმიტომ კი არა რომ გახარებდა ეს უსამართლობა და მისით კიდევ მეტი ქონების მოხვეჭას და მეტად გამდიდრებას ელოდი, არამედ იმიტომაც რომ ამ უსამართლობის თავშივე აღკვეთა ვერ შეძელი. ვისაც მჩაგვრელის შეჩერება შეეძლო და არ შეაჩერა, ის მჩაგვრელზე ნაკლებ არ დაისჯება. გევედრებით, თავს ნუ მოიტყუებთ და როგორც თავად ჩვენ ვერიდებით ტაცებითა და უზნეობით ქონების გამრავლებას, ასევე ჩვენ შინაურებსაც ჩავაგონოთ რომ მოერიდონ ამისთანებს. მათი დანაშაული პასუხისგებლობას ვერ აგვარიდებს, პირიქით, მეტ სასჯელს მოგვიტანს, რადგანაც ისინი ჩვენს საამებლად ვნებენ სხვებს და საკუთარ თავთან ერთად ჩვენს გვყავენ. ხოლო თუ ყურადღებას არ მოვადუნებთ, წარწმენისაგან თავსაც დავიხსნით და ამ საქციელისგან მათაც დავიცავთ. და ნუ მეტყვი ახლა ამ ცარიელ სიტყვებს, მე რა მრჯის. მე ხომ არ მომიპარავს. არაფერი ვიცი სხვა მქნა და მე არ მონაწილეობდი. ეს მხოლოდ ფუჭი თავის მართლებაა. თუ იმის დამტკიცება გინდა რომ სხვების დაჩაგვრაში არ მონაწილეობდი და ტაცებაში ბრალი არ მიგიწვის, გამოასწორე სხვების ჩადენილი, დაამშვიდე შეურაცხყოფილი და აბრუნე ნატაცები. ამით საკუთარ თავასაც იხსნი ყვედრებისაგან და მაწყინარსაც გამოასწორებ იმის დამტკიცებით, რომ მან შენი ნებართვით არ მოიმოქმედა ბოროტება. საბრალოსაც დაამშვიდებ და დანაკარგის დარდით აღარ მოკვდება. ნუ იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, უთხრა აბრაამმა. ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. ხედავთ მის სიმშვიდეს? ხედავ აბრაამის სიმდაბლეს? კარგად ისმინე, ამას რა მოსდევს, რომ მისი სიბრძნის მთელი დიდებულება შეიცნო. როგორ მოაგვარა დავა და დააცხრა შუღლი. განა მთელი ეს მიწა შენ წინ არ არის გადაშლილი? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. კარგად შეხედე მართლის სიბრძნესა და სიმდაბლის სიღრმეს. მანამდე კი იმაზე დაფიქრდი, საყვარელო როგორი ვნება მოაქვს სიმდიდრეს და როგორ რევს ყველაფერს მოჭარბებული ქონება. გამრავლდა ფარა, დიდი სიმდიდრე მოზღვავდა და მაშინვე დაირღვა თანხმობა. იქ, სადაც მშვიდობა და სიყვარულის კავშირი სუფევდა, ჩხუბი და უთანხმოება აღმოცენდა. ჭეშმარიტად, სადაც ჩემია და შენი, იქ შუღლის ყოველგვარ სახეობას და ჩხუბის მიზეზს ვნახავთ. ხოლო იქ, სადაც ეს არ არის, თანხმობასა და მშვიდობას საფრთხე არ ელის. იმისათვის, რომ ამაში დაგარწმუნო, უსმინე, რას ამბობს ნეტარი ლუკა მათზე, ვინც იმთავითვე მოექცა რწმენაზე. იყო, ამბობს, გული და გონებაი ერთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს ერთი სული ედგა, ერთი სული მრავალ სხეულში როგორ იმყოფებს. არამედ მათ შორის მტკიცე თანხმობაზე მიგვანიშნებს. მართალი რომ უაღრესად დიდსულოვანი და ბრძენი არ ყოფილიყო, განრისხდებოდა და ლოცს ეტყოდა. რა კადნიერებაა? შენმა სახლიკაცებმა ჩემების წინააღმდეგ ხმა როგორ დაძრეს. ის მაინც არ იფიქრეს, რა განსხვავებაა ჩვენ შორის. საიდან მოგეცა ამ ხელა სიმდიდრე? ეგ ხომ ჩემი ზრუნვის შედეგია. ვინ გამოგიყვანა ხალხში? ეს ხომ მე ვიყავი, ყოველივეში მამასავით არ ვზრუნავდი შენზე? და ამდენი დამსახურებისათვის ამით მიხდი სამაგიეროს. განა ამის იმედი მქონდა მაშინ, ყველგან შენთან ერთად რო დავდიოდი. მაგრამ დაუშვათ და ყურადღებას არ აქცევ არაფერს, რაც შენთვის გამიკეთებია, განა ჩემი სიბერისთვის მაინც არ უნდა გეცა პატივი და ჩემ ჭაღარას მორიდებოდი? მაგრამ შენ ნება დართე შენს მწყემსებს, ჩემი მწყემსები შეურაცხეყოთ და არ იფიქრე, რომ მათი შეურაცხყოფა მე მეკუთვნის. ისევე როგორც შენი მწყემსების თავხედობა შენი თავხედობაა. მაგრამ მართალმა არ ისურვა, ასეთი რამ ეფიქრა. მსგავსი აზრები განდევნა და მხოლოდ იმაზე იზრუნა, რომ ასაფეთქებლად გამზადებული უთანხმოება აღმოეფხრა. ამისთვის კი გაყრის უწყინარი მიზეზი მოიფიქრა და თავისი სახლის შფოთისგან დაიცვა. განა მთელი ეს მიწა შენ წინ არ არის გადაშლილი? ამბობს, გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ. თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. დააკვირდი მართლის სიმშვიდეს. ლოც საქმით უჩვენებს, რომ თავისთვის კი არ იქცევა ასე, არა იმიტომ, რომ თვითონ გაუჩნდა განყოფის სურვილი, არამედ ჩხუბის გამო იმისთვის, რომ სახლში გამუდმებული შფოთი არ სუფევდეს. დააკვირდი, როგორ აცხრობს ლოთის სიფიცხეს და არჩევანის სრულ თავისუფლებას თავაზობს, როდესაც ეუბნება, განა მთელი ეს მიწა შენ წინ არ არის გადაშლილი. რაც გინდა ის აირჩიე შენთვის. მე კი დიდი სიამოვნებით ავიღებ იმას, რომელსაც დამიტოვებ. დიდია სიბრძნე მართლისა. არ სურს, ძმისწულს რამენაირად ამძიმებდეს. რამდენადაც ის ხდება, რის მოხდენასაც არ ვისურვებდი, ამბობს იგი, და რამდენადაც ჩხუბის მოსაგვარებლად ჩვენი დაშორებაა აუცილებელი, არჩევანის სრულ თავისუფლებას გიტოვებ და ნებას გაძლევ, ის მიწა აირჩიო, რომელსაც უკეთესად მიიჩნევ, დანარჩენი კი მე დამიტოვო. განა ვინმე თავისივე ასაკის ძმისთვის იზამდა იმას, რაც აბრაამმა ძმისწულისათვის გააკეთა. თავისთვის უკეთესი მიწა რომ წაერჩია, ლოთისთვის კი დანარჩენი დაეტოვებინა. განა ესეც კი დიდი საქმე არ იქნებოდა მისი მხრიდან, მაგრამ იმისათვის რომ თავისი დიდი სათნოება აჩვენოს და ყმაწვილის სურვილი აასრულოს, რომ ამ გაყრამ უთანხმობას არ დაუდოს საფუძველი, ლოტს თავისუფლებას ანიჭებს და ეუბნება. მთელი ეს მიწა შენ წინ არის გადაშლილი. გამეყარე და რომელიც გინდა ის მიწა აირჩიე. როდესაც აბრაამის ესოდენი კრძალვა იხილა, ძმისწულს პატივი უნდა ეცა პატრიარქისთვის და არჩევანის თავისუფლება მისთვის დაეტოვებინა. ჩვენ ადამიანებს ხო საერთოდ ასე გვჩვევია. როდესაც ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგე გვიპირისპირდება და სურს, რაღაცაში პირველი ადგილი დაიკავოს, შეურაცხყოფას ვერ ვუძლებთ და არ უთმობთ მას.
მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგე დამთმობია და ალერსიანად გვიტოვებს არჩევანის უფლებას, თითქოს გრცხვენია მისი სიმშვიდის და დავას ვწყვეტთ. და პირიქით, მას გადავცემთ ხოლმე მთელ უფლებებს, თუნდაც ეს ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენზე ბევრად დაბლა იდგეს. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო ლოთიც პატრიარქთან დაკავშირებით. მაგრამ მან, როგორც ყმაწვილმა და თანაც მეტის მოხვეჭის სურვილით შეპყრობილმა, იჩქარა, როგორც თავად ეჩვენებოდა, საუკეთესო ადგილების დასაკუთრება და თავად აირჩია. გახედა ლოთმა და ნახა, რომ იორდანეს ერთი მხარე ზოღორამდე ირწყვებოდა. ეს ასეც იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა. აირჩია ლოთმა იორდანეს ეს მხარე. წავიდა ლოთი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს. ხედავ მართლის უდიდეს სათნოებას, ბოროტების თესლს როგორ არ მისცა გახარების საშუალება. არამედ იმ წუთასვე აღმოფხრა და გაანადგურა ის, რაც უკვე გამზადებულიყო აღმოსაცენებლად. თანაც ისე, რომ ამ დროს უდიდესი კრძალვა გამოავლინა. სათნოებებისადმი სიყვარულით ყოველივე დანარჩენი მოიძულა და ყველას დაანახა, რომ მისთვის ყოველგვარ სიმდიდრეზე უპირატესი მშვიდობა და შუღლისაგან გათავისუფლებაა. იმისათვის, რომ ვინმეს ლოთისადმი გამოვლენილ უსამართლობაში არ დაედანაშაულებინა მართალი, ანუ არ ეთქვა, რომ იგი მამის სახლიდან წაიყვანა და უცხო ქვეყანაში დაამკვიდრაო, ამიტომ გაუშვებს მას ვინმემ, რომ არ იფიქროს, რომ ამას ლოთისადმი მტრობით იქმს. და რომ პირიქით, ყველა ჩვენგანი მიხვდეს, რომ პატრიარქმა ეს მშვიდობისადმი სიყვარულით მოიმოქმედა, სწორედ ამიტომ გადასცემს არჩევანის უფლებას ლოთს. და როდესაც ლოთმა თავისთვის საუკეთესო მიწა აირჩია, არც დარდობს ამას. აქედან უკვე ჩანს, ამდენად იყო განწყობილი მართლის გულის სიკეთისადმი და რას ესწრაფოდა მისი მშვიდობის მოყვარეს სული. თუმცა ამ მოვლენაში კიდევ ერთი სხვა საიდუმლოა დაფარული, რადგანაც მას შედეგად ბევრი რამ მოჰყვა. მაგალითად, საჭირო იყო ლოთს საქმით შეეცნო, რომ მისი არჩევანი უკანონო იყო და სოდომის მცხოვრებთაც უნდა შეეტყოთ ლოთის სათნოებანი. თანაც ამ გაყრის შედეგად უნდა აღსრულებულიყო ღვთის აღთქმული პატრიარქისადმი. შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. ყოველივე ამას ჩვენ თანდათანობით ვნახავთ ქვემოთ, წმინდა წერილის მიხედვით. აბრამი ნათქვამია დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოთი დამკვიდრდა იმ ხარის ქალაქებში და სოდომამდე გაშალა კარვები. სოდომელები ბოროტები იყვნენ და დიდად ცოდავდნენ უფლის წინაშე. ხედავ, რომ ლოთი მხოლოდ მიწის ნაყოფიერებას აქცევს ყურადღებას და იქ მცხოვრებთა უზნეობას არ უყურებს. მითხარ, რას გარგებს უხვი და ნაყოფიერი მიწა, თუ მისი მოსახლეობა უზნეოა და რას აშავებს უდაბნო, ან თუნდაც ყველაზე უანყოფო მიწა, თუ იქ მცხოვრებნი კეთილიზნისანი არიან. ყველაზე დიდი სიკეთე მოსახლეობის ზნეობრიობაა, მაგრამ ლოთი მხოლოდ მიწის ნაყოფიერებას უყურებდა. ამიტომაც წერილი მაშინდელი იქაური ხალხის უზნეობის გამოსახატად ამბობს. სოდომელები ბოროტები იყვნენ და დიდად ცოდავდნენ უფლის წინაშე. ამბობს, რომ მხოლოდ ბოროტები კი არ იყვნენ, არამედ სცოდავდნენ და არაუბრალოდ სცოდავდნენ, არამედ უფლის წინაშე. ანუ აურაცხელი იყო მათი ცოდვა და უწმინდურება უსაზღვრო. სწორედ ამის გამო დაურთავს. დიდად სცოდავდნენ უფლის წინაშე. ხედავ უდიდეს უწმინდურებას? ხედავ, რაგვარი ბოროტება იკავებს პირველ ადგილს და ჭეშმარიტი სიკეთე კი მიტოვებულია. ხედავ, რას ნიშნავს კრძალულება, პირველობისთვის თავის არიდება და სიმდაბლე. აი, შემდგომ სწავლებაში ჩვენ ვნახავთ, რომ მან, ვინც უკეთესი ადგილები აირჩია, ამით ვერ ისარგებლა. ხოლო უარესის მიმღები დღითიდღე სახელს ითქვამდა და მისი სიმდიდრე ყოველ მხრივ იზრდებოდა, თავად კი ყველასთვის ცნობილი გახდა. მაგრამ სწავლება, რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს, ამაზე შევჩერდეთ, დანარჩენი კი მომდევნო დღისთვის მოვიტოვოთ. გთხოვთ, პატრიარქისგან აიღეთ მაგალითი. ნუ რასოდეს გაგიტაცებთ პირველობა, არამედ ნეტარ პავლეს მიბაძეთ, რომელიც ამბობს: ძმათმოყვარეებითა ურთიერთას მოკლედ მოსურნე იყვენით. პატივისცემასა ურთიერთსა უსწრობდით და ეცადეთ, რომ ყოველივეში თავს იმდაბლებდეთ. სწორედ ეს თვითდამდაბლება მოგვიტანს პირველობას, როგორც ქრისტემაც თქვა: ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს. მართლაც, რა შეედრება ისეთ საქციელს, როდესაც სხვებისათვის პირველობის დათმობით თავად უმეტეს პატივს ვეღირსებით და სხვებისათვის უპირატესობის მინიჭებით საკუთარ თავს უმაღლეს პატივში ვამაღლებთ. გევედრებით, სწორედ ამას ვეცადოთ, ანუ სიმდაბლით პატრიარქს ვბაძავდეთ და ჩვენ, მადლში მყოფნი, მის კვალზე ვიდოდეთ, ვინც ჯერ კიდევ ჯულის მოცემამდე ესოდენის სიბრძნე გამოავლინა. ჭეშმარიტად დიდი სიმდაბლე აჩვენა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც არამხოლოდ სათნოებებით იდგა მასზე დაბლა, არამედ ასაკითაც და დანარჩენი ყველაფრითაც. წარმოიდგინეთ, რომ მოხუცმა ყმაწვილს დაუთმო, ბიძამ ძმისწულს, ღვთისაგან ესოდენ სათნო ყოფილმა კაცმა მას, ვისაც ჯერ დიდებული არაფერი მოემოქმედა. პატრიარქმა ყმაწვილს ის გაუკეთა, რაც თავად ყმაწვილს უნდა გაეკეთებინა მოხუცებულისათვის და თავისი ბიძისთვის. ასევე ჩვენს პატივი უნდა მივაგოთ არამხოლოდ ჩვენზე უპირატესებსან და ჩვენს სწორებს, ხოლო ამათვის დათმობა არც იქნებოდა სიმდაბლე, რადგანაც როდესაც ვინმე რასმეს აუცილებლობის გამო აკეთებს, ეს მისი ვალია და არა სიმდაბლე. ჭეშმარიტი სიმდაბლე ისაა, როდესაც ჩვენზე დაბლა მდგომთ ვუთმობთ და მათ ვანიჭებთ უპირატესობას, ვინც ჩვენზე უარესად ითვლება. მართლაც და თუ გონივრულად ვიმსჯელებთ, ჩვენზე მდაბლად არავის ჩავთვლით, არამედ ყოველ ადამიანს საკუთარ თავთან შედარებით უპირატესობას მივანიჭებთ.
და ამას ჩვენ შორის ისეთებზე კი არ ვამბობ, ვინც აურაცხელ ცოდვაში დანთქმულა. თუნდაც ვინმე საკუთარ თავში აურაცხელ ღირსებას ხედავდეს, თუ ამავე დროს საკუთარ თავზე, როგორც ყოველთა შორის უკანასკნელზე არ ფიქრობს, ეს ღირსებები მას სიკეთეს არ მოუტანს. სწორედ ამაშია სიმდაბლე. როდესაც ვინმე, ვისაც თავის ამაღლების მიზეზი აქვს, თავს იმდაბლებს და მოკრძალებულად იქცევა. სწორედ ამ დროს ადის იგი ჭეშმარიტ სიმაღლეზე ღვთის ბრძანებისაებრ. რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს. გევედრებით, სიმდაბლის სიმაღლეზე ასვლას ვეცადოთ, რათა მეუფისაგან მართლის მსგავს კურთხევას და გამოუთქმელ სიკეთეს ვეღირსოთ, მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.